Testy ვერ მინაუდება ვერაფრით, იმიტომ რომ ყოველ დღე ისეთი განუკითხაობაა და ხალხს ისეთი აბსურდის გამო იჭერენ და ციხეში ყავთ გამოკეტილი, რომ როგორ შეიძლება ამაზე ხმა არ ამოიღო. დღეს მოვლენასთან ჰქონდა შეხება, იმიტომ რომ ქართულ ისტორიაში, თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ასეთი მსგავსი რამ არ მომხდარა. ჩვენ რა თქმა უნდა, ჩვენი ანუ რაღაც უკვე სიტყვებმა თითქოს ფასი დაკარგა, ყველა ერთს და იგივეს ვიმეორებთ, მაგრამ სხვას ვერ ვიტყვი ვერაფერს. როგორ შეიძლება ლაღაც და დალხენილად ვიხსნოთ თავი, როდესაც ამდენი სინდისის პატიმარია, როდესაც ძალაუფლება არის აბსოლუტურად მიტაცებული, როგორ შეიძლება ამ დროს ვიყოთ წყნარად. ჩვენ გვინდა მშვიდობა, ჩვენ გვინდა ღირსეული მომავალი და ღირსეული აწმყოყოთ, ამისთვის უნდა ჩვენი ენერგია ჩავდოთ და არ დავიშუროთ. საერთოდ არ დაგეგმილა არაფერი. ჩვენ უბრალოდ მივსდებთ პროცესებს, მთელი უბედურებაც ეს იყო და ეხლა ჩვენ შევცვლით დღის განრიგს, ჩვენ დავგეგმავთ და იმათ მაგვსდიოთ. აი ესე იქნება. შეეხეთ კულტურას, მიიღებთ აუცილებლად კულტურისგან პასუხს. აი ადამიანებს გონიათ, რომ ჩვენც მათსავით მხდალები ვართ, ჩვენც მათსავით წამსვლელები ვართ იმაზე, რაზეც თვითონ მიდიან და არ ჯერათ როგორ შეიძლება რომ ერთი რიგითი ადამიანი იყოს ქუჩაში, იყინებოდეს, მოწყდეს აბსოლუტურად ყველაფერს თავისას, გადადოს ყველაფერი და სახელმწიფო სამსახურში იდგეს. ეს უბრალოდ მათ არ წარმოუდგენიათ ეს როგორ არის შესაძლებელი. აი საკუთარი გაფუჭებულობით საზღურავენ, რომ აი იქ ვიღაცას ფულებს ხო არ უხდიან, იქ ვიღაცას იმას ხო არ იმაშვებიან, ანუ სხვანაირად მათთვის შეუძლებელი არის, ხვდებით, ამის გააზრება. ეს მუხტი არ გაჩერდება, ეს მუხტი ახლა გადაედება ქალაქებს, სოფლებს და ძალიან კარგი არის რა, იმიტომ რომ აუცილებლად რეგიონებს უნდა ვესაუბროთ, რომ მათ დავანახოთ ის რეალობა და არა ის რაღაცა უხსენებელი ტელევიზიის